გაცნობთ. ქვეყანა ინაუგურაციისთვის ემზადება იქ, სადაც დაახლოებით 2 საათში დღის მთავარი ღონისძიება უნდა გაიმართოს. მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დასრულებულია. გიორგი მარგულაშვილი პარლამენტის ყოფილ შენობასთან 13 საათისთვის მივაფიცის დადების ცერემონიას. რიგითი მოქალაქეები ვერ დაესწრებიან, თუმცა მათმა ნაწილმა მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრება უკვე დაიწყო. თუ რა ხდება ახლა რუსთაველის გამზირზე, ამას ლევან ჩუგოშვილი გვეტყვის პირდაპირ ეთერში. ლევან, გისმენთ. Თუმცა ზუსტად 2 საათი რჩება ქვეყნის რიგით მეოთხე პრეზიდენტის ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიალის დაწყებამდე. მე ოპერატორს ვთხოვდა გვაჩვენებს თუ რა ხდება ამ დროისათვის რუსთაველის გამზირზე, ადგილზე, სადაც 2 საათში უნდა დაიწყოს ინაუგურაციის საზეიმო ცერემონია. როგორც ხედავთ, უკვე მომზადებულია წითელი ხალიჩა, სადაც ზუსტად 2 საათში მოვა ახლად არჩეული პრეზიდენტი და სწორედ აი ამ მიმართულებით შევა ის პარლამენტის შენობის შიდა ეზოში, სადაც გაიმართება ღონისძიებები. სწორედ შიდა ეზო იქნება დღეს მოვლენათა ეპიცენტრი, ვინაიდან ძირითადი ღონისძიებები სწორედ პარლამენტის შიდა ეზოში გაიმართება და მასზე რიგით მოქალაქეებს შესვლის საშუალება არ ექნებათ. რიგითი მოქალაქეები ამის მიუხედავად, როგორც ჩვენ უკვე აღნიშნე, იკრიბებიან რუსთაველის გამზირზე, იმის მიუხედავად, რომ აქ არ არის დამონტაჟებული არც ეკრანი და ისინი პირადად ვერ ნახავენ ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიას. როგორც ჩანს, ინტერესი ინაუგურაციის მიმართ საკმაოდ მაღალია და ამის გამო ისინი უკვე იკრიბებიან დედაქალაქის მთავარ გამზირზე. ზუსტად 2 საათი რჩება ინაუგურაციის დაწყებამდე. წინასწარ ცნობილია, რომ ღონისძიება გაგრძელდება 45 წუთის განმავლობაში, მას შემდეგ რაც ახლად არჩეული პრეზიდენტი დადებს ფიცს, ის უკვე მიმართავს სიტყვით მოსახლეობას. მომზადებული აქვს გიორგი მარგველაშვილის სპეციალური სიტყვა, რომლითაც ის წარდგება ხალხის წინაშე. რიგითი მოქალაქეები ღონისძიებას ნახავენ, ხოლო ეკრანებიდან მათ შორის იმედით შესთავაზებს მაყურებელს ღონისძიების ტრანსლირებას და პირდაპირ ეთერში გადაიცემა ინაუგურაციის საზეიმო ღონისძიება. ამ დროისათვის რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეფერხებული არ არის. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ეს დღის ბოლომდე ასე იქნება, ვინაიდან ღონისძიებების ძირითადი ნაწილი გაიმართება პარლამენტის შიდა ეზოში, აქედან გამომდინარე დედაქალაქის მთავარი გამზირი დღეს არ გადაიკეტება. ზუსტად 2 საათი რჩება ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიალამდე, ჩვენ კი ადგილზე მუშაობას განვაგრძობთ. მადლობა. ლევან ჩუგოშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან, რომელიც დღეს მოვლენათა